მოგესალმებით მეგობრებო. ამჟამად მოგესალმებით ორ შაბათს. რადგან გუშინ არ მეცალა. თან პლუს ერთი დღე მივეცი წინა კვირას, რომ რამე კარგიც მომხდარიყო. მაგრამ არ გეტყვით არაფერი ქუთაისში უცხო ბრენდელების ჩამოფრენამდე. რაც შეეხება წინა გადაცემის ასე ვთქვათ ხარვეს, რადგან მხოლოდ ერთ ყურში ისმოდა ხმა, ამის განმარტება მინდა გავაკეთო. სულ ეს იყო. მადლობა. ეს არის ისევ ონლაინ გადაცემა ჩანგალი, მარტო ონლაინ რატო პრინციპში სტატისტიკას გადავხედეთ და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების ტელევიზორიდანაც ვიყურებს თურმე. ამიტომ მოგესალმებათ სატელევიზიო გადაცემა ჩანგალი, მე უსვლელი წამყვანი სანდრო ცხადაძე ვარ ამ გადაცემის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარეზღი და კი მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც, დაგვიწერეთ კომენტარები, მხოლოდ ისეთები, რომლებიც მხოლოდ ცალყურში ისმინება აუცილებლად. ყური თქვენ აარჩიეთ. კარგი, დავიწყოთ სამი კარგი ამბით სამ უკარგეს ადამიანზე. ერთი ციხიდან გამოვიდა, მეორემ თავის დაბადების დღეზე 2 მილიარდის ბიტკოინები მიიღო, მესამეს ყადაღა მოხსნეს. თუ გამოიცნობთ ამ სამიდან მე რომელი ვარ, დამიკომენტარეთ მსხვილი შრიფტით და ალალი გულით. მოკლედ გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს ციხიდან, და თან მოუხსნეს ყველანაირი დანაშაული, ფინანსურიდან დაწყებული, საზღვრის უკანონო კვეთით დამთავრებული. ეს ფინანსური გასაგებია პატრონს მიუტანა ის 2 მილიარდის ბიტკოინები თუ რაც იყო და ეს საზღვრის კვეთა რანაირად მოუხსნეს მე ვერ გავიგე. ეთყობა რა ვიცი, ლეგალურად გადავიდა საზღვარზე და მე შემოვიდა ისევ ლეგალურად. სტოპიაჩი რო იყო ბურთის შემოტარება. ეგრე გაუშვეს და უკვე შემოუშვეს და მაგიტომაც მოეხსნა საზღვრის კვეთაც. რა ვიტყვი. შეიძლება როგორც იმას დაუბრუნა 2 მილიარდის ბიტკოინი, ისე 3 კილომეტრის საზღვარი დაუბრუნა ჩვენთან სახელმწიფოს, არ ვიცი. რა ვიცი. ქართველებსაც adzgina იმას მოუყვები, არ მაინტერესებს. დიდი მადლობა ქართულ ოცნებას, რომ მე-4 საუკუნეში არ მართავდნენ ჩვენ ქვეყანას და წმინდანინო არ დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთაზე, თორე არმაზის კერპს მე ვერ ავიტანდი და არმაზის კერპის ხატების კუთხეს არ ვიცი, ჩაუტანელი იქნება. თან ერთ პროცენტს აღარავინ გვეყოლებოდა. დიდი მადლობა, რომ მაშინაც არ მართავდით ჩვენ ქვეყანას. მოკლედ გიორგი ბაჩიაშვილის ჯერ საქმე აღუძრეს. გიორგი ბაჩიაშვილმა რომ შეატყო რომ უკვე იჭერდნენ, გაიქცა ქვეყნიდან უკანონო გზებით, საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ. მერე აბუ-დაბიში ყოფნის დროს მაშინელმა სუსის უფროსმა თავისივე ჩართულობით მოიტაცა, დააბრუნა ქვეყანაში, ჩასვეს ციხეში, სადაც აცემინეს სხვა პატიმარს, თან აკბენინეს. მერე ამ ბაჩიაშვილის მშობლებსაც მიუსაჯეს 15 წელი მგონი დაახლოებით. მერე უკვე ციხის უფროსმა მოიკლა, გლანის ციხის უფროსმა თავი. მერე უკვე 18 თებერვალს ბიზნეს დაბადების დღეზე პატრონს მიუტანა 2 მილიარდი ლარის ღირებულების ბიტკოინები და ყველა ბრალდებაც მოუხსნეს. და ეს ყველაფერი გააკეთა მეცენატმა კაცმა. კიდე კაი კრიმინალი არ არის კაცი, ვაფშე გადაგვივლიდა იმენ. ღმერთ, მადლობა, ღმერთ მეცენატია ტიპი. ისე მაგარი აღრენილი იქნება ბიძინა ბაჩიაშვილზე უეჭველი. მაგარი გამოწვალა, მაგან ძალიან გამოწვალა. მაგრამ მაინც შევდენე ბუტკაში, ბიტკოინ ბუტკაში. ასე რომ ულოცავთ თავისუფლებას გიორგი ბაჩიაშვილს და აღარ დაუძახოთ ამიერიდან სინდისის პატიმარი, იმიტომ რომ სავარაუდოდ სინდისიც ბიზნესს აუტანან და დაუტოვა და ფიზიკურად აღარ ექნება რომ სინდისის პატიმარი დაუძახოთ. ყადაღა მე მომხსნეს მიხვდებოდით. პაროლები მივეცი ჩემ უფროს ჩემი Wi-Fi-ის და მომხსნეს ყადაღა. ყველანაირი ბრალდება გამიქრეს. სანამ სასამართლო იქნება და მე ისევ დამაყადაღებენ. მოკლედ, სანამ გიორგი ბაჩიაშვილს გაათავისუფლებდნენ 18 თებერვალს, დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე. რა გამოდის? ნიკოლა მადურო, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგორ ლილუაშვილი, ელისო კილაძე და ჩემი ძმა ერთდროულად შედან ციხეებში. წარმოიდგინეთ, ერთდროულად. სავარაუდოდ მეორედ მოსვლაც იყო უკვე, მაგრამ ამათ ყავთ ღმერთი დაკავებული საზღვრის უკანონო კვეთაზე. შეიძლება წმინდანინოს დროს არ იყვნენ, მაგრამ მეორედ მოსვლა იმენა მუჩი უჭირავთ. შიდობა. ზოგადად ელისო კილაძე არის ძალიან კონტროვერსიული პიროვნება. ისეთი ადამიანები ზეიმობდნენ მის დაკავებას, ისეთ ადამიანებს უხაროდათ, ისეთი ადამიანები უცხადებდნენ სოლიდარობას, ისეთი ადამიანები წუხდნენ, რომ რა ვიცი, ვერ გაიგებ, ალგორითმი ამერია რაღაც მომენტში და ინსტაგრამის ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და რასისტულ რიცებში გადავედი ცოტა ხნით, რომ ცოტა დამესვენა რა. ძალიან გავჭედი აქეთ რაც ხდებოდა მაგაზე. და ცოტა იქეთ სული მოვითქვი. მოკლედ, როგორც უტყუარი სანდო და მირონი დინარე ჩვენი პროკურატურა აცხადებს, ელისო კილაძე, გრიგორ ლილუაშვილთან და სხვა 10-მდე პიროვნებასთან ერთად ფლობდა კოლ-ცენტრებს, საიდანაც მიღებული შემოსავლით ასპონსორებდა სხვა ოპოზიციურ მედიებსაც და ცდილობდა სხვა კოლ-ცენტრების, ასევე კონკურენტი კოლ-ცენტრების თავისთან გადმობირებას, გესმით? მოკლედ ეს კოლ-ცენტრები გახდა კოვიდივით.
რავი, პანდემიას გაარგა ვერ შეატყობ, რა ვიცი. მე თუ გემო გამიქრა პირში, ესე იგი სადაც კოლ-ცენტრში ვარ დასაქმებული, ჩუმად, არ ვიცი, ვერ გავიგე შეიძლება. როგორ ავირიდოთ კოლ-ცენტრი, რო გვასწავლოთ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში კოლ-ცენტრი არ გა 3 მეტრით დაშორებით რო დავდგეთ ერთმანეთისგან, კოლ-ცენტრი გადმომედება? ეს მაინტერესებს. როგორ დავიზღოთ თავი კოლ-ცენტრისგან? მადლობა. საბოლოოდ მაინც რაც ხდება ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა აფუნქციონირებდეს კოლ-ცენტრს, მაინც კოც-ცენტრი იქნება სათავეში, ხვდებით? კოლ-ცენტრი მხოლოდ კოც-ცენტრით ფუნქციონირებს. კოც-ცენტრი, როგორ თქვი, მაგარი მაღვალაკი ენა მაქვს. საბოლოოდ სერიოზულად იმის თქვა მინდა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვიზეიმებ ელის უკილაძის დაკავებას. ზოგადად კოცებთან ერთად არაფერს არ ვიზეიმებ და კოცებს რო გავუყრეთ, მე დავვლაგდეთ. რასაც კოცები ზეიმობენ, იმას მე ვერ ვიზეიმებ, რა ვიცი, ჩემი პოზიცია ასეთია. ნუ ელის უკილაძე კი დააკავეს, მაგრამ გაათავისუფლეს მეორე ქალბატონი. ქალბატონი, რომლის გათავისუფლებასაც თვეებია ვითხოვთ. მზია მაღლობელის თანამემამულე ხატია წერეთელი. ხატია წერეთელი, აკაკის შემდეგ გვარის საუკეთესო და ბულბულის შემდეგ გვარის საუკეთესო ყვავი, ციხეში იჯდა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით. საქსტატის მონაცემებით კატასტროფულად გაიზარდა მუწუკიანი და დასავაშკაცებელი ბიჭების რაოდენობა, ამიტომაც ხატია წერეთლის დაბრუნება ბუნებრივ ჰაბიტატში იყო აუცილებელი საქართველოს ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. გესმით? იმდენად საფრთხის შემცველი გახდა უკვე ამდენი მუწუკ და ყვერებდაბერილი თინეიჯერი ბიჭის გადაადგილება, რომ აუცილებელიც კი ხდებოდა ხატია წერეთლის დაბრუნება საქართველოს ეროვნულ ნაკრძალში. დიდი მადლობა National Geographic-ს. ნუ რა ვთქვა, გილოცავთ ქალბატონო ხატია თავისუფლებას, საწინ თავარია ჯეისონ სტეთემივით ტროტუარი არ გადაცეთ ვინმეს პროსტიტუციისთვის. ხვდებით? თავარია ტროტუარი არ მიაქირაოთ 18 წლის ბიჭებს და 55 წლის ქალებს პროსტიტუციისთვის და არ გადაკეტოთ იქაურობა და თიც აღარავინ დაგაკარებთ აწი. მოკლედ ასე დალაგდა. შეურაცხმყოფელი პოლიციელისთვის ლოყაში გამნაწუნებელი ქალი რჩება ციხეში და ქალი რომელიც თინეიჯერ ბიჭებს გადასცემს ქალებს დუნდულებზე გასალაწუნებლად, ის ქალი გარეთ არის. დამშვიდი. შეისრუტე. ამოისუნთქე. ეგ იყო. ჰეი შენ, ცინცხალო ბიჭო, ჭანჭლებიანო, მუწუკიანო. სვაბოდა მამაშებს ბრატ რა, მამაშებს რა, მაკლერებს. ბინას აქირებდა ქალი, ბოზებს ხო არა. სვაბოდა მაკლერებს მო. შემდეგი კლეობა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სახელმწიფო წლობით აჭმევდა ქართული ჯარისკაცებს ისეთ საჭმელს, რომელიც ექსპერტმაც კი არ შეამოწმა, ფიზიკურად მიახლოებაც კი სასიშია ჩემთვისო და ვერ შევამოწმებ ამ საჭმელსო. არა უშავს, არინერვიულად, ქართული YouTube-ის ზოგიერთ საჭმლის ბლოგერს შეგიძლიათ 200 ლარი გადაუხადოთ თითო ეპიზოდში და მაგ საჭმელს კი არა, რა ვიცი, ჩერნობილის მიწას გადაусმეს პურზე და ნუტელად გაასაღებს. ყველაფერს მე ხო არ გასწავლეთ. სანამ ჩვენ საკუთარ ყველაზე დასაფასებელ და პატივსაცემ ადამიანებს საშინელ საჭმელს ვაჭმევდით, ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა წარმოებაში და შეიარაღებაში მიიღო კამიკაძე დრონები, რომლებიც თავისუფლად წვდებიან ოპტიკური კაბელის დახმარებით ცენტრალურ მაგისტრალს, მაგრამ აპოლიტიკური მარინერულად. ამ დრონში ყოფილა ჩაშენებული სკანერი, რომელიც პოლიტიკურს და აპოლიტიკურს ასკანერებს და მარტო პოლიტიკურებს აფეთქებს. თქვენ არინერვიულად. დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მშვიდად იყავით, თქვენ არ აგაფეთქებთ. მაგრამ დასავლეთისკენ რა, ჩვენი ქვეყანა უფრო აღმოსავლეთი ამ ეტაპზე. აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე ნურაფს ნუ შეგეშინდებათ. თქვენ შებერეთ. პრაკლატკა, შაურმა, ბაყვი. შეუბერეთ. ლეგენდარული სპარტაკის შემდეგ ყველაზე დიდი აჯანყების ავტორი გახდა დიმიტრი ხუნდაძე. დიმიტრი მხმალი იშიშლა და ეს 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოყვანის აღმძალავი კანონი არის სისულელი და საშინელებაო. იმედია ამ აჯანყებასაც სისხლში არ ჩაახსოვს ხელისუფალი და ამ გაბედულ ნაბიჯს არ შეეწირება მთელი საქალეთის საოცნებო ტუჩების პატრონი დიმიტრი ხუნდაძე. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერი, რომელიც 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო იქ ჩამოგიდებული. ჩამოხსნეს იმიტომ, რომ თურმე რუსთავი ორი იწყებს რაღაც მეგაშოუს, ეროვნულს, ქართულს, მართალს და ამიტომ ეს ბანერები უნდა გაეკრათ იქ, ამის სარეკლამო და ამ თეატრში უნდა ჩაატარონ ეს შოუ მაინც და მაინც თურმე. და ამიტომ ჩამოხსნეს ანდროს ბანერი, რომელიც ამ თეატრის მსახიობი იყო და ერთ-ერთი ტყვია ამ რეჟიმის. ნუ ამაზე ეკაკახიანმა ამავე თეატრის მსახიობმა განაცხადა, რომ ძალიან გულის შემტკივა ანდროზეო და მინდა რომ ეს გაუგებრობა მალე მორჩესო. არა უშავს ქალბატონო ეკა. არსებობს ზოგიერთი ისეთი გაუგებრობა, რომელიც წლები გრძელდება. მაგალითად, პირველი მსოფლიო გაუგებრობა, მეორე მსოფლიო გაუგებრობა მოყვა მერე მაგას, ცივი გაუგებრობა,
რომელსაც მე რა ვიცი, ლამის ბირთვულ გაუგებრობაში გადაიზარდა. მაგალითად, აგერ ხვალ ხდება 4 წელი, რაც უკრაინაში რუსეთს აქვს სპეციალური სამხედრო გაუგებრობა. ამიტომ არ ინერვულად თქვენ დამშვიდით, დაწყნეთ, შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგრამ გაუგებრობები თავდება ხოლმე. მაგალითად, თქვენ არ ინერვულად შეუბერეთ. მარო მაყაშვილის გმირულად დაღუპიდან 105 წლის თავზე დადებულ პოსტებს ქოცემმა ტროლების შეუსიეს და აჰაჰავებინეს. მოკლედ რა გამოდის, ქოცემმა ქართველების ირანში გადასახლების 400 წელი იზეიმეს და მარო მაყაშვილის გმირულად დაღუპის 105 წლის პოსტები აჰაჰავეს. შეუბერეთ ძმებო თქვენი ეს ცხოვრება. თან ისტორიის წიგნებში შესასვლელად მოემზადეთ ყორღანაშვილების და ორჯონიკიძეების გვერდით. ორივე ერთად არ გამოდის. იგულავეთ ამ ცხოვრებაში, მაგრამ დანარჩენზე მე არ დაგწყდეთ გული. ინტერესი არის შემცირებული ქორწინების კუთხით, რაც პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის დაბადების სტატისტიკაზე. ცრემლ-მორეულმა განაცხადა ქართველების დემოგრაფიულ პრობლემაზე აღქვითინებულმა და დამაშვალმა ირაკლი კობახიძემ. არ ინერვულო ირაკლი, ეგ პირველი და მეორე შვილი იბადებიან ქართველები. უბრალოდ იბადებიან დიპსტეიტებში, გესმის? დაჟე, თქვენი პარტიის წევრების პირველი და მეორე შვილებიც იბადებიან, ოღონდ ზოგი ამერიკის თავზე იბადება და ზოგი ამერიკის ზონაში, რომ იქ მოქალაქეობა და რაღაცები, ზოგი ევროპულ ბიუროკრატიაში აჩენინებს შვილს ხვდებით? შენ მაგაზე აქ თუ არ იბადებიან მაგას სტატისტიკას ნუ მიაქცევ შეყოთ. თვითონ ქართველები მრავლდებით, ოღონდ აქ არა. მე ხვდით რას გეუბნები? შენ მაგაზე არ ნერვიულო, ტყუილად შეიტანე, ხა იქ სანერვიულო შენ. ვიცი რა გულიც გაქვს. დაიკიდე ეგ. იმენა ეგ დაიკიდე და ანჩენებს მიხედე. იმავე თემაზე ბორგავს და ნერვიულობს, წქმუტავს ლადო ბუჟაძეც, რომელიც მიმართავს მოყოს. მოგუმართავთ როგორც საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული თხოვნით, პირადად ჩაერთოთ საქართველოს დემოგრაფიის პროცესებში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ასე გძლად, პოეტურად და ომახიანად ფრაზა შიგნით გაათავე, პირველად მოვისმინე. ლამაზი იყო. დიდაქტიკური. მაგრამ აზრი მაინც ეგ არის რა. შიგნით გაათავე. შვილი რისთვის გააჩინოს აქ ქალმა, რომ გააჩენს ბაგაბაღში რომ შეიყვანს, იქ რომ თქვენ მოუტეხოთ საჭმლის ფულები? თუ იმ სკოლაში რო ვერ შეიყვანოს მერე, რომელსაც 10 წელი არემონტებთ და ატკატების გამო ვერ დაამთავრეთ, თუ მერე იმ უნივერსიტეტში რო ვერ ჩააბარებინოს, რომელიც მოსწრეთ და გაანადგურეთ, თუ მერე ჯარში რო წავიდეს და მერე უხარისხო საჭმელი აჭამოს. ანუ ხა თქვენ ხოცები კი ეტყვით, რომ შეუძლიათ კაცო ამ თბილ ტრაქში და თქვენს გექნებათ, მაგრამ არ შეუძლია ზოგს ღირსება არ უშვებს, გესმის? ანუ ღირსება იმ ხელა რაღაცა ფართია, გესმის? ამ ტრაქში ვერ ეტევა. გესმის? და იმ ტრაქშიც არ არის კიდე მაგდენი ადგილი ყველასთვის. რა ვქნათ? მოყომ ასევე განაცხადა, რომ ნაცებმა გაასუქეს ხალხი იმ სისხლიანი 9 წლის განმავლობაშიო. მე გეტყვით ბატონო მიხეილ, მან რა ხდება? ნაცები არიან ბარიატრიების წილში. დამიჯერე, მე გეუბნები. წარმოვიდგინე. ეხლა რა ხდება? ხალხი გაასუქეს 15, 16, 17, 18, 20 წლის წინ და ეხლა აკეთებდნენ ოპერაციებს და წელი მოდით იქედან, ხვდებით? და ეს მაშინ როცა მიშასთან მიდიოდა ქათმიდან ბარკალი და ბენზინიდან ლარი. კიდე კაი ის ბარკალი მაინც მიქონდა მიშასთან შეღავათი ქონდა ხალხს და ბენზინიდან მიქონდა ლარი. თორე ვაფშე დასივდებოდა ხალხი კაცო ის ბარკალიც რო ეჭამა და ის ბენზინი რო ჩაესხა ლარის კიდე ფეხით ვიღაივლიდა და გასიებული იქნებოდა ხალხი. რას ვართ გადარჩენილები? არ ვიცი. რა ვიცი, ჩემი აზრით მალე სისხლიანი 9 წლის დროს დაბადებული ქოცები იმის ძახლის დაიწყებენ, ჩვენ დაბადებაც იმათი ბრალია, დედები მოგვიტყნესო. ყველაფერს ნაცებს აბრალებენ და რატომაც არა. შემდეგი სიგიჟე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ასტროლინგვისტიკის ფაკულტეტი გაიხსნება. ანუ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში უცხოპლანეტელებთან საკონტაქტო ენას შეასწავლიან სტუდენტებს. ჯერთი ქუთაისელს რა თუნდა ენის შესწავლას. ჩამოვა სიმონ ქუთაისში უცხოპლანეტელი თვითონ ისწავლის, თვითონ მეერგება, გესმის? და ქუთაისელი ვერ შევა სიმონ კონტაქტში იქეთ ასწავლის, ბიჭო. ქუჩასაც ასწავლის, გაგებასაც ასწავლის, ქსევასაც ასწავლის, ბიჭო. ათმინა, მე ვისწავლო, ვიღაცა შენ ჩამოდი ხა, შენ ისწავლე, ბრატ, რა მე რატო ვისწავლო, შენი ენა. მე მოვდივარ შენთან. მე ჩამოვიდოდი, მე ვისწავლდი შენ ენა, სიმონ. შენ მოდი ხა, შენ ისწავლე. მომინდომეს რა, ფაკულტეტი და რაღაცე. არ უნდა ჩამოვე ქუთაისში უცხოპლანეტელი და ისწავლეს ენას იქ, ბალახვანში და იმაში. გორაზე, არ არის მაგის პრობლემა. ხოაზე ხა. არ არის მაგ საჩხუბარი ამბავი. არ გვინდა ეგ ფაკულტეტი. სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი ვერ ჩამოვლენ უცხოპლანეტელები ქუთაისში, იმიტომ რომ ახლა ეს ხომალდები შეიძლება და თეფშები კი აქვთ ისეთი, რომ galaktikები გადაკვეთონ და კოსმიურ რადიაციას გაუძლონ, მაგრამ ქარი იცის ქუთაისში უბედური. მაგას სხვა ტექნოლოგიები უნდა ხა იქ.
იქ აგაყირავებს ის ქარი და დაგილეწავს იმ თებში და საღამი მიდიხარ მე. შემდეგი ფსიქიატრიული 3224%-ით გაზრდილა საქართველოსთან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2025 წელს წინა წლებთან შედარებით. ანუ რა გამოდის? სანამ შენ პრიუსში გაზს დგამ და იმ გაზს აძლევს ასხამ, საქართველოს ნავთობის ექსპორტი ორი ქვეყანა გამხდარა, ხო აზე ხარ? ანუ შენ რო სამჯერ გაზაპრაუკება გჭირდება თბილისიდან ქუთაისამდე ჩასასვლელად, მანქანის სამჯერ გაზაპრაუკება რო გჭირდება, თურმე ამასობაში ჩვენი ქვეყანა ნავთობს ყიდის. ხვდები? მაგრამ შენ აღაზე არ ინერვიულო. წამოაცხელე ექსუპი, გაიგეც გაზზე წამოაცხელე და ფრთხილად იყავი მაგ ნისიად გარემონტებულ ზალაში ნავთობმა არ მოგიხეთქოს. ჯიგარი ხარ. ახლა კი როგორც წესია ჩვენი международнები, international deep state-ურები რა ესე. აქ რო თარგმნილად ჩამოდის ამბები რა და ისიც არასწორად. თქვენ რითაც გაგვეიმებენ რა ეგ ამბები. ტოკიოს იჩიკავას ზოოპარკში მაიმუნის სახელად ფანჩი სხვა მაიმუნებმა თავის ოჯახის წევრებმა არ მიიღეს და ამ მაიმუნს იკიას სათამაშოსთან დამეგობრება და ოჯახის წევრობა მოუწია. ნახოთ. ხახ ღმერთო არ ვიცი, ღარიბაშვილი რო დააკავეს, მაგის მერე ამდენი არ მიტირია. მოდიში. შემდეგ ეს ფანჩი მიიღო სხვა ოჯახის, სხვა მაიმუნების ოჯახმა. და ესეც ვნახოთ შეიძლება. არ ვიცი, ასეთი გახარებულებით ჩემ ძმას რომ მიუსაჯეს, მაგის მერე არ ყოფილვარ. შემდეგ ვცელდება ვიდეო, სადაც უკვე ეს ახალი ოჯახიც გააგდებს ამ ფანჩის. არ ვიცი, ნახოთ. აი, ასეთი უბედური უკვე გრიგოლი ლუაშვილს რომ მიუსაჯეს, მაგ დროსაც არ ყოფილვარ. რა ვქნა, მოგეთ ამ მაიმუნმა ჩამინაცვლა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დარდი და სევდა. გამანადგურა ამ მაიმუნმა. მაგრამ შემდეგ ვცელდება ვიდეოები, როგორ ბედნიერად დახტის ფანჩი ზოოპარკის თანამშრომლების მუხლებს და როგორ ეთამაშება მათ. იმედია, ჩემი ირაკლი ღარიბაშვილიც ესეთი ბედნიერია ციხის თანამშრომლებთან ერთად რუსთავში. და ესე ეფერებიან და იმ პარტიიდან გარიყვის და დიდი ოჯახიდან გაგდების სევდას ესე უკვითავენ და უთანაგრძნობენ. დღეს სულ ეს იყო მეჯდუნ მეტი არ შემიძლია მომკლა ღარიბაშვილის ამბავ. არა მაიმუნის ამბავმაც, მაგრამ ღარიბაშვილმა ძალიან წამიღო. კარგი, დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და კომენტარები დაგვიწერეთ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც არხზე ჯერ არ დაგვიბლოგიხართ. რო თქვენს გიპოვოთ და თქვენს მიგაბლოგოთ ერთი მოგიშოროთ აქედან. ძალიან დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე. Peace out. და უპოვეთ სახლი მაიმუნ ფანჩის.